მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. პირველ რიგში მადლობას გიხდით თქვენი კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის, რასაც მწერთ. მადლობას მიხდით თქვენს და მეც აქედან. რა თქმა უნდა, გიხდით მადლობას, რომ ინტერესდებით ჩემი გაშლებით, ჩემი ვიდეოებით მიყურებთ. დიდი მადლობა ამისთვის. და ეხლა ესეთი ანგელოზური დღე გვაქვს. ჩვენ ფარველ ანგელოზებთან, ჩვენს ანგელოზთა დასთან შეიძლება ითქვას და მთავარ ანგელოზი მიქაელი, ანუ ჩართულია მაღალი იერარქია დღევანდელ დღეს და ჯერ ვეკითხები მთავარ ანგელოზ მიქაელს როგორი დღე გვექნება, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს და რჩევ ჩვენი ფარველებისგან, ჩვენი ანგელოზებისგან, მთავარ ანგელოზი მიქაელისგან პირველი. აი რას გვეჩვევდა, რას გვეტყოდა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, მთავარ ანგელოზი მიქაელი. მე რა თქმა უნდა ვილოცე, ყველანაირი რიტუალი ჩავატარე, რომ მომსვლოდა ინფორმაცია. პირველ რიგში მთავარ ანგელოზი მიქაელი გადმოგცემდათ ეხლა, რომ აუცილებლადო უნდა მიმართო, როცა რამე სიტუაცია გასაჭირი, ფარველობა გჭირდება მთავარ ანგელოზ მიქაელს. აი ამ სიტუაციაზე. ანუ მოკლედ აუხსნა კონკრეტულად შენი სიტყვებით, მოუხმო, ან ვიზუალიზაციით წარმოიდგინო ესეთი მოლურჯო, ცისფერი მოლურჯო ფერი და წარმოიდგინო მისი სახე, თუ გაქვს რა თქმა უნდა ხატი, ნანახი მის გამოსახულება, შენი წარმოსახვით და აი გულით მოუხმო. ჯერ უნდა გადაუხადო მადლობა. ანუ ეუბნები მთავარ ანგელოზო მიქაელ, მადლობას გიხდი შენ და თქვა ამისთვის, ყველაფრისთვის, ფარველობისთვის და უშუალოდ დაცვისთვის, შემწეობისთვის, დახმარებისთვის და მერე უნდა აუღწერო შენი სიტუაცია და უნდა უთხრა, აი დამეხმარე თქვათ სიტუაციას, ამა და ამ სიტუაციის რაღაც მოგვარებაში და მომეცი ძალა, რომ თქვათ ვიბრძოლო, ან დავამარცხო, ან ავადმყოფობა, ასნეულება, გასაჭირია, პრობლემა, სიტუაცია, ანუ პრობლემა არის, მაგრამ აქ სიტუაცია ესე აგვიღწერენ, რომ ესე უნდა ვთქვა, რომ აი ამის თქვათ დამარცხებაში, ამის ჩემ ძალებს აღემატება და ამიტომ ითხოვ შენ. გესმის? ანუ ითხოვ და სთხოვ პირადად მთავარ ანგელოზ მიქაელს და შენ თვითონ უნდა შექმნა შენი ცხოვრებაო, შენი სიტუაციაო და შენ გაქვს ამის ძალაო, რომ ის შეცვალო. ანუ რაღაც სიტუაციაზე გვეუბნება, ამ შემთხვევაში მესიჯი ესეთია, რაღაც სიტუაცია გვაქვს ცხოვრების შესაცვლელი და აქაც ეუბნები, რომ მადლობა, რომ მომეცი იმის ძალა, იმის მიხვედრის საშუალება, რომ შენი დახმარებით შევცვალო ეს სიტუაცია და იტყვით რას უკეთესობისკენ, ჩემთვის უკეთესობისკენ და თან უნდა დააყოლო, რომ აუცილებლად დამიფარე და შემაქმნევინე ისეთი სიტუაცია, რომელიც იქნება ჩემთვის სასიკეთო. გესმის? ანუ აი რაღაც აი ესეთ კონტექსტში. პირდაპირ მეუბნება, რომ გჭირდებათ ფარველობა, ეხლა ვინც უყურებთ ამ ვიდეოს, რაღაც სიტუაცია, რაღაც პრობლემა, რაღაც არ ვიცი, დიდი ხანია ვერ გამოდიხართ რაღაც მდგომარეობიდან და თქვენით უნდა მოაგვაროთო, ანუ თქვენით მარტო არა, რა თქმა უნდა მოუხმოთ უზენაეს ნათელ-კეთილ ძალებს, ამ შემთხვევაში მთავარ ანგელოზ მიქაელს, ხო, უმაღლეს იერარქს. ეხლა ვეკითხები თვითონ ანგელოზების დასტას,
აი მესიჯი თქვენთვის რა იქნება, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, აი მესიჯი. ჩვენო ფარველო ანგელოზებო, რას გადასცემდით ამ ადამიანს, მესიჯი რა იქნება თქვენთვის, თქვენი ფარველებისგან, ანგელოზებისგან, ანგელოზთა დაცისგან. პარტნიორობა, კომუნიკაცია, სიყვარული. ანუ აქ პირდაპირ მაჩვენებენ, რომ ეხლა სტაგნაციაშია თქვენი პარტნიორული ურთიერთობა, თითქოს თავდაყირა ამოყირავდა მთლიანობაში, ან დაშორდით, ან დროებით პაუზა, ან არ ვითარდება მოვლენები და ანუ ესე იგი რა უნდა თხოვოთ, ნახეთ, სიყვარული უნდა თხოვოთ, ნახეთ. სიყვარული უნდა თხოვოთ, პარტნიორობა, ურთიერთობა, ერთგულება, ანუ ორივეს მხრივ რა თქმა უნდა და გულწრფელი გრძნობა. ანუ ეს გაქვთ მისაღწევი ეხლა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ რაღაცამ გამოიწვია. რაღაცამ რის გამოც ესე იგი სტაგნაცია თქვენ ურთიერთობაში. ან არ გყავთ, ან დაშორდით, ან ხო ხვდებით რაღაც პრობლემაა სიყვარულთან დაკავშირებით. ამიტომ მესიჯი ასეთია. პირველ რიგში ჩვენ ფარველებს უნდა ვთხოვოთ ყველაფერი რაც ჩვენ გინდა. იგივე სიყვარული, პარტნიორობა, ურთიერთობა და მერე ჩვენი ფარველები გაითვალისწინებენ ჩვენ რჩევას და რა თქმა უნდა ყველასთვის სხვადასხვანაირად, მაგრამ თავისი დრო ყველას აქვს და აუცილებლად მივიღებთ იმას, რაც გულით გვინდა და ეხლა ვეკითხები 72 კეთილ გენიებს, ანგელოზებს რჩევას. რას გეტყოდათ, რა სიტუაციიდან, როგორ გამოხვიდეთ, რა ვითარებაში უნდა იყოთ, აი რჩევა უბრალოდ რა მათგან. რას გეტყოდათ, რომელი გენია მოვა ჩვენთან. ჰამიახ, ეს არის გენია, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, აი ეს რო იტყვენ ცივი გონებით, ანუ ამ შემთხვევაში გენია რა არის, ანგელოზი, ხო? ეს არის იმედის მომცემი, ფარველობის და ასევე earth, ხო, დედამიწის, ჰაერის, ანუ სიტყვის ძალა, ნახე, კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას, რომ თქვენ სიტყვას ეძლევა ძალა, ჰამიახ გაფრთხილებთ, რომ მე მოვედი, რომ დაგეხმარო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვარ ჰაერის სტიქია და შენ სიტყვას მივანიჭებ ძალას და რა უნდა გააკეთო შენ. რიტუალი, ცერემონია, ანუ ამ შემთხვევაში იგულისხმება ლოცვა, მანიფესტაცია, აფირმაცია, გაჟღერება და მე მოვალ შენთან და დაგეხმარები, რომ შენ results heaven and earth, ანუ შენი ლოცვები, ასე ვთქვათ, ავიტანო ღმერთთან და დაგეხმარები, რომ შენი საწადელი, შენი სიტუაცია, შენი თხოვნა გავითვალისწინო. ხმლით მოდის, მაგრამ ანუ რას ნიშნავს ხმლით? ჩეხავს თან ყველაფერს იმუარყოფიც და თან რა თქმა უნდა დიდი იმედი მოაქვს, იმედი. სიტყვის ძალა, ანუ ამ შემთხვევაში ჰაერის სტიქია. და მოვიდა კიდე ნანაელი. ნანაელი არის სიმართლის და ჰუმანური, აი ესეთი მფარველი, რომელიც სპირიტუალურ, ანუ ჩვენ სულიერ სპირიტუალურ კომუნიკაციებთან, ჩვენ მფარველ ანგელოზებთან, ნათელ ძალებთან გვეხმარება კონტაქტის დამყარებაში. Faces, religions, მე ყველა არ აქვს რელიგიას მნიშვნელობა, ყველა რელიგიის და სარწმუნოების ადამიანს ეს პირდაპირ გავლენა ამ გენიის, დანაელის და ასევე ასწავლის and man of love, ანუ კანონებს,
სამყაროს კანონებს, ღვთის კანონებს. ანუ აი ესეთი ორი გენია, მფარველი გენია ამოვიდა თქვენს დასახმარებლად, მესიჯი მიიღეთ, რომ ესე იგი უნდა ითხოვოთ აუცილებლად ზეციურ ძალებს, ნათელ ძალებს. ეხა უმაღლესი იერარქი მთავარანგელოზი მიქაელია. მას უნდა სთხოვოთ, რომ რაღაცა გაქვთ შესაცვლელი თქვენს ცხოვრებაში, გადასაწყობი. პირდაპირ მაჩვენებენ სიყვარული, რომელიც სტაგნაციაში ჩაშვებული, ამოყირავებული, ანუ რაღაცა სიტუაცია, სიყვარულთან დაკავშირებით, ხო? ნაკლებობა და აქაც მაჩვენებენ, რომ დასახმარებლად მოდის სიტყვის ძალა, რომელიც ესე იგი შენ ლოცვაში, შენს თხოვნაში, მანიფესტაცია, აფირმაცია, გაჟღერება, აი გულით ითხოვე და მოგეცემა, ხო? აი ამაში გეხმარება პირდაპირ თან გეუბნებიან რომელი მფარველი. ჰამიაჰ, აი ესეთი გენია. და ნანაელი, რომელიც რა თქმა უნდა მფარველობს, გეხმარება კომუნიკაციაში, რომ დაამყარო შენ მფარველებთან, შენს ანგელოზებთან, აინახეთ. და ესეთი ძალიან ჰუმანური ანგელოზია, ერთ-ერთი ნათელი, რა თქმა უნდა. და ეს სპირიტუალური, ანუ სულიერი კომუნიკაციების დასამყარებლად და ყველა რელიგიის წარმომადგენელს ეხმარება, ასწავლის ადამიანს, როგორ დაამყაროს ღმერთთან კავშირი. ესე იგი, მთლიანობაში რომ ავიღოთ და რეზიუმე გავაკეთოთ, რაც ახლა მოვიდა მესიჯი ის, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი მფარველები, ჩვენი შემწეები, მთავარანგელოზი მიქაელი თავისი დასით გვაძლევენ პასუხებს, რომ უნდა გქონდეს აუცილებლად ნათელ კეთილ მფარველ ძალებთან, ჩვენს ნათელ კეთილ მფარველ ანგელოზებთან, ასევე უმაღლეს იერარქებთან ახლო ურთიერთობა, სულიერებას, ანუ ღმერთთან ურთიერთობა, ღმერთთან კავშირი. და რა თქმა უნდა, პირდაპირ ღმერთს თუ ვერ მიმართავ და არ ხარ ჯერ ისე გაძლიერებული სულიერად, რომ პირდაპირ მიმართო, მაშინ აგერ არიან შემწეები, შენი დამხმარეები, შენი მფარველი ანგელოზები, ხო, პირდაპირ გეუბნებიან. შენთან არიან დღიდან შენი მოვლენისა ამ ქვეყანაზე და გამოიყენე ეს შანსი, იმიტომ რომ ეს უხილავი სამყარო ზღაპარი არ არის, ჩემო კარგებო, არსებობს, ისინი არსებობენ უხილავად, ისინი ჩვენს გვერდით არიან. მთავარია ჩვენ გამოვხატოთ გულისმიერი მადლიერება და განზრახვა, რომ მოვიდნენ, დაგვიფარონ, შეგვეწიონ და საწადელიც და პასუხებიც იქიდან აუცილებლად დაუყოვნებლივ იქნება. აბა თქვენ იცით. ბედნიერ დღეს გისურვებთ და ჩართეთ, გააქტიურეთ თქვენი მფარველი ანგელოზი, რომ თქვენი ცხოვრება იყოს უფრო მეტად ლამაზი, დაცული და სიყვარულით, სიხარულით, ბედნიერებით სავსე, აი თქვენ გულს როგორც გაუხარდება. აბა დროებით